საქართველოში ბევრი ისტორიული თარიღია, მაგრამ 9 აპრილი გამორჩეულია. ის არ არის მხოლოდ დღე, როცა რაღაც მოხდა, ეს დღე დღესაც ჩვენს გულებშია. ეს არის დღე, როცა ქართველი ხალხი სიმამაცით და ერთიანობით აუდგა დიდ იმპერიას, საბჭოთა კავშირს. მათ სურდათ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენული სახელმწიფო. 1989 წლის 9 აპრილი ეს არის დღე, როცა მშვიდობიანი პროტესტი სასტიკად დაარბიეს, მაგრამ ამავე დროს ეს დღე გახდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის ბოლოსკენ ხალხში იზრდებოდა უკმაყოფილება. საქართველოს მოქალაქეები თანდათან ხვდებოდნენ, რომ სუვერენიტეტი და თავისუფლება იყო მათი ბუნებრივი უფლება. მშვიდობიანი დემონსტრაციები დაიწყო მთელ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით თბილისში, სადაც სტუდენტები, ინტელიგენცია და მოქალაქეები შეიკრიბნენ მთავრობის სახლის წინ, ახლანდელი პარლამენტის შენობის წინ. მათი მთავარი მოთხოვნები იყო: საქართველოს სრული დამოუკიდებლობა, საბჭოთა ჯარის გამოსვლა საქართველოდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების ქართულად გადაწყვეტა. დემონსტრაცია დაიწყო 4 აპრილს და გაგრძელდა რამდენიმე დღე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, ქალები, მოხუცები. მათ ხელში ეჭირათ ქართული დროშები, მიტინგის ტრანსპარანტები და სამშობლოს სიყვარულით სავსებულები. მაგრამ 9 აპრილს, დილის 4 საათზე, საბჭოთა არმიამ დაიწყო მიტინგის დაშლა. გამოიყენა ცხრემლსადენი გაზი, რომელიც იყო განსაკუთრებით ძლიერი და საშიში. ხალხზე იძალადეს ნიჩბებითა და რეზინის ტყვიებით. ჯარისკაცებმა ხალხი მიწაზე დააგდეს, ფეხით გათელეს და სასტიკად სცემეს. 21 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე პატარა იყო 16 წლის. ასეულობით ადამიანი მოიწამლა, ბევრი დარჩა ჯანმრთელობის პრობლემებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგედია იყო, ხალხი არ დანებდა. ამ ფაქტმა მთელი საქართველო გააერთიანა. სტუდენტებმა, მასწავლებლებმა, უბრალო მოქალაქეებმა ერთხმად თქვეს, ჩვენ არ გვინდა შევეგუოთ საბჭოთა უღელს. 9 აპრილმა ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის მოძრაობის დაჩქარებას. 1999 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს, ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. გარდაცვლილთა შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, ახალგაზრდა ქალები, ადამიანები, რომლებსაც მშვიდობიანი პროტესტი ჰქონდათ არჩეული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია თამარ ჭოველიძე, რომელიც გახდა 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო. ამ გმირებმა დაგვიტოვეს გაკვეთილი, რომ ბრძოლა ღირს, თუ კი ის სამართლიანია. დღეს 9 აპრილი არის გლოვის და ეროვნული ერთიანობის დღე. ყოველ წელს ამ დღეს ადამიანები მიდიან პარლამენტის შენობასთან, სადაც სპეციალურად გაკეთებულია 9 აპრილის მემორიალი. იქ დგანან ქვები გარდაცვლილთა სახელებით. ხალხი ტოვებს ყვავილებს, ანთებს სანთლებს და გადმოსცემს მადლიერებას. სკოლებში, უნივერსიტეტებში და ოჯახებში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება, ყველას ახსენდება, რომ თავისუფლება არ არის უფასო. 9 აპრილი გვასწავლის, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის ძლიერი იარაღი, რომ თავისუფლება ძვირად ღირს, მაგრამ მას ყოველთვის ჰყავს გმირები, რომ ერთიანობა და სიყვარული სამშობლოს მიმართ არ დაკარგავს ძალას. ჩვენ, როგორც მომავალი თაობა ვალდებულები ვართ, რომ არ დავივიწყოთ ეს ისტორია, გაუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას და ვირწმუნოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის. Making the mother of all omelets here, Jack. Can't spread over every egg.